გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ზვიად ფიფია, მასწავლებელი. ზვიად გამარჯობა და დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ სტუდიაში და არა მარტო ამ სტუდიაში ზოგადად და იმედია რომ ჩემი მღელვარება ხელს არ შემიშლის დღევანდელ საუბარში და ვისაუბრებთ იმ თემაზე. ნამდვილად რომელიც ყველას დაინტერესებს. იმედია დაინტერესებს და მოკლედ შენი ბავშვობის სკოლაზე ვისაუბრებთ, როგორც შეთანხმებულები ვართ და ასევე დღევანდელი სკოლის შესახებაც რაც შეიძლება დავაკავშიროთ, თქვათ, იმ საკითხებს, რომელიც ჩვენი საუბრიდან წამოვა. მღელვარება ახსენე და აი, როდესაც ბავშვობის სკოლაზე ფიქრობ, ან როდესაც ყოფილი ხარ წლების მერე იმ სკოლაში, რა ემოცია გეუფლება ხოლმე, ან რა გიგრძნია, რამდენად ღელავ ან განიცდი ამას? ჩემთვის ეს არის რაღაც ძალიან დიდი ტკივილი, იმიტომ რომ იმ სკოლაშიაც ვსწავლობდი, ახლა არის ავტოსკოლა გახსნილი და უბრალოდ სიცარილის რო ვხედავ და თვალწინ წარმომიდგება ის ჟრიამული, რაც იმ სკოლაში იყო. ახლა არის სრულიად სიცარიელი, არც იგრძნობა რომ ეგ არაფერი არ ხდება, ანუ შენობა არის, კი ბატონო შეგნით შეიძლება რაღაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ავტოსკოლა და რაღაცა სასწავლია. მაგრამ ჩემთვის ეს არის აი ეს მოგონებებისგან გამომდინარე რაღაც განსაკუთრებული ტკივილი ვიხსენებ ყოველ დეტალს, აი ჩვენ სად დგებოდით ხოლმე ამ ეზოში, კლასების მიხედვით რო ვიყავით განაწილებული, ვინ სად დგებოდა, რას ვაკეთებდით, ფეხბურთსად თამაშობდით რა და ეს ჩემთვის არის განსაკუთრებული აი ტკივილი, განსაკუთრებული ემოცია, კი. სევდიანი. ვითხარი სკოლა, მოკლედ რომელშიც სწავლობდი ბატონი ზვიადი. გახალთ გალიდან და უფრო კონკრეტულად რომელი სკოლა იყო შენ? ჩემი სკოლა იყო გალის მეოთხე საშუალო სკოლა, მაგრამ ჩემი სკოლა იყო განსაკუთრებული სკოლა. რატომ იყო? იმიტომ რომ იყო ვლადიმერ ილიაზე ლენინის სახელობის საშუალო სკოლა. და ჩვენთან დირექტორი რო შემოდიოდა და რო გვეკითხებოდა რომელ სკოლაში სწავლობ. თუ ბავშვი უპასუხებდა რომ მეოთხე საშუალო სკოლაში, დირექტორი უმეორებდა, აბა რომელ სკოლაში სწავლობ და ბუნებრივია უნდა გეთქვა რომ ვლადიმერ ილიაზე ლენინის სახელობის მეოთხე საშუალო სკოლაში. ჩვენი სკოლა იყო განსაკუთრებული ამ კუთხით, რომ მქონდა სკოლაში ლენინის მუზეუმი. ჩვენი სკოლა მეგობრობდა ულიანოვსკის ნომერ 1 საშუალო სკოლასთან, სადაც სწავლობდა ვლადიმერ ლენინი. ჩამოდიოდნენ სტუმრები, ჩვენი სკოლის დელეგაციაც ჩადიოდა ხოლმე სტუმრად ულიანოვსკში. შენ ხომ არ ხარ ნამყოფი? არა, მე პატარა ვიყავი იმ პერიოდში და არა, მე არ ვიყავი. მაგრამ ჩვენ სკოლაში რადგან ეს იყო ლენინის სახელობის იმართებოდა ლენინური დეკადები. როდის იანვარში გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გეტყვი ახლავე და იყო აპრილში დაბადების დღესთან დაკავშირებით. ანუ ერთი კვირის განმავლობაში იყო ღონისძიებები, რაღაც ლექსები, რაღაც სტენდებს ამზადებდი და ასე შემდეგ. გაკვეთილები გიცდებოდათ მაგრამ? ამ პერიოდში ბოლო გაკვეთილები გიცდებოდა ხოლმე და ამ დღესთან დაკავშირებით მაქვს ერთი ასეთი მოგონება. პატარა ვარ, სადღაც მეორე კლასში თუ მესამე კლასში და მე უკვე სკოლაში, კლასში, შეიძლება სკოლაში ცნობილი ვარ, რომ ლექსებს კარგად კითხულობ, დეკლამატორი. ხო, დეკლამატორია. ხო და ესე იგი მომწეს ასეთი ლექსი. მახსოვს, დღესაც მახსოვს, მაგრამ არ გინდა ცრემლი შენ ჩვენთვის ეს არ გიკარნახია და გლო საჯარო და ლენინს შეთვალე ჩვენ არ დავმარხავთ, ლენინს შენ შუბზე მიწას არ დავყრით. ანუ ეს იმდენად ემოციურად წავიკითხე. რომ შემდეგ მახსენებდნენ რომ ლამის თელი დარბაზი ტიროდაო. ამ თელი მიმიკით, ჟესტებით, ბუნებრივია, ახლა ვინ იყო ლენინი მეორე კლასში და
წარმოდგენას არ ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ მასწავლეს როგორ უნდა გამომეთქვა ეს თითოეული ფრაზა ემოციურად და ბოდიში გვიკარნახიას რა ერითმებოდა თუ გახსოვს მაგლექსში რაღაცნაირად საინტერესო რითმა შეიძლება არა რაღაც ავტორი თუ გახსოვს მაგლექსის მე მგონი იყო სიმონ ჩიქოვანი თუ არა ხო კარგი თუ ალი უმერცხულავა თუ არა მეც არ ვიცი ზუსტად მე მგონი ალი უმერცხულავა წლები გითხარი რომელ წლებში სწავლობდა 1979 წელს შევედი პირველ კლასში და დავამთავრე 1999 წელს მე დავამთავრე მე-11 კლასი, თუმცა რეალურად სწავლობდი 10 წელი სკოლაში, რეფორმა, რომელიც განხორციელდა იმ პერიოდში მერვე კლასის შემდეგ, ესე იგი გადავედი აღმოჩნდი მე-10 კლასში, არ ყოფილვარ მე-9 კლასში. ხო, ასეთ საოცარი რამებიც ხდება. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს ახლა როგორც მასწავლებლებს. ეს იშვიათი რეფორმა იყო ხოლმე საბჭოთა კავშირში, როგორც ასეთი იყო ხოლმე, ესე ჩამოყალიბებული, ერთხაზოვანი არაფერი არ იცოლებოდა, განსხვავებით დღევანდელი დროისგან. ზუსტად მოგვიყევი შენს სოფელზე და განზე და იმ დროინდელ აფხაზეთზე. ცოტა რა წარმოდგენა რომ შევიქმნათ. მე ვცხოვრობდი სოფელში და ჩემი სოფელი იყო ქალაქის გაგრძელებაზე, ქალაქის ცენტრიდან სოფლის ბოლომდე იყო დაახლოებით 6 კილომეტრი. რადგან იქ მოსახლეობა არც თუ ისე დიდი იყო და ქალაქთან სიახლოვის გამო ჩვენ დავდიოდით ქალაქის სკოლებში. ქალაქში იყო 4 სკოლა. აქედან 3 იყო ქართულენოვანი, 1 იყო რუსულენოვანი. შენ რუსულენოვანი? არა, მე ქართულენოვან სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა რაღაც პერიოდი 2 წელი სადღაც იყო გაძლიერებული სწავლა რუსული ენის. 26 მოსწავლე ვიყავით კლასში, მახსოვს სადღაც მე-5, მე-6 კლასებში და იყო ეს დანაყოფები, 13 ბავშვი ვიყოფოდით და ორ ჯგუფად, 13 ერთ ჯგუფში იყო, 13 მეორე ჯგუფში იყო. სადღაც ეს 2 წელი გაგრძელდა და სოფლიდან მახუნჯია ქვია. ჩვენ ამ სოფლიდან სკოლაში დავდიოდით ავტობუსით, გვემსახურებოდა ავტობუსი, სხვათა შორის, როდესაც ავტობუსი მოძველდებოდა ხოლმე, ავტობუსის ზოლი მე მავალებდა რომ დამეწერა რამე გულის ამაჩუყებელი განცხადება ისეთი რომ ავტობუსი რომ შეეცვალა და ბიცულობდა ხოლმე ავტობუსი. ხოლმე რამდენი ავტობუსი შეცვალა? 2 ავტობუსი შევცვალე მე პირადად. მახსოვს ერთ განცხადებაში რომ საფეხურები აქვს ისეთი რომ ვერ ავდივართ ეს პატარები. დაგვეხმარეთ როგორმე. სავარაუდოდ ეს ფორმალური იყო. რა თქმა უნდა, თორემ ჩემი განცხადების გამო არ ამგონია რომ ავტობუსი შეეცვალათ. ზუსტად შენს ოჯახზე მოგვიყევი კიდე 1979 წელია და ვინ ხართ ოჯახში? ოჯახში ვართ 8 წევრი, დედა მამდებია და ჩვენ ვართ 5 და-ძმა. მე ვარ ყველაზე უმცროსი. ისე აღმოჩნდა რომ მე ბიძაშვილ, მამიდაშვილ, დედაშვილებში ვიყავი ყველაზე უმცროსი, ყველაზე პატარა. ამიტომ ბავშვობიდან ვიყავი განებივრებული, ყველასთვის საყვარელი. ახლანდელ შეიძლება ვერ წარმოიდგინო, მაგრამ მქონდა პირველ კლასში, მეორე კლასში ხუჭუჭა თმები და მომსგავსებდნენ ლენინის, ოქტომბრელთა ნიშანი რო იყო. და კლასში მე რო სკოლის სეზონში რო შევდიოდი, ჩემი დის კლასელები, ჩემი და ჩემზე უფროსი იყო, სადღაც მე-9 თუ მე-10 კლასში ბიჭები დამიჭერდნენ ხოლმე და სულ ესე იგი ლოკები დაჭმეტილი მქონდა. მაწვალებდნენ. და მე უნდოდა რა, ეს არის ოქტომბრელთა ნიშანზე, მკერდის ნიშანი რო იყო, ხო? რაღაცნაირად ბევრი ლენინი დაგროვდა ჩვენ საუბარში და ცოტა მაყურებელსაც რომ ვუთხრათ, ეს ლენინი ახალგაზრდა მაყურებელს, თორემ ჩვენი ესაკის ადამიანებს ცხადია კარგად ახსოვთ. დაახლოებით როგორც ჩრდილოეთ კორეაში ვიღაც ბელადები რო ყავთ და ეთაყვანებიან, დაახლოებით ასეთივე პერსონა ბელადი, ასე ვთქვათ, იყო ეს რამდენი წლის 70 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანი და მისი კულტი იყო მოკლედ მთელი საბჭოთა კავშირში არა მხოლოდ თუმცა საქართველოს მე მაინც ვთვლი რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სკოლა წარმოადგენდა რეგიონის, ხო, რეგიონის სკოლა არის
ეს იყო ფორმალური. ის რომ ვიღაცა რომ პიონერულ სიტყვას იფიცებოდა და ან ლენინი უყვარდა, ეს იყო ყველაფერი, იყო ზედაპირული. სიყალბე, ანუ სიყალბე. ხო, ეს სიყალბე. გასავლიდან არ ვიცი, შენ დროს თუ იყო ასეთი მოთხრობა, რომ ლენინს მიუტანეს თევზი. ლენინს ძალიან უყვარდა თევზი და ლენინმა თქვა, რომ მოდიო ეს ბავშვებს, მშიერ ბავშვებს და არ შეჭამო, აი ამას გასავლიდნენ. მაგრამ მარტო ამას არ გასავლიდნენ, სხვა შორის და ბუნებრივია ხა ჩვენ ლენინზე რო ამახვილებთ ყურადღებას, ეს იმას არნიშნავს, რომ იქ რაღაც აი ამ იდეოლოგიით იყო მთლიანად გაჟღენთული, რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი საინტერესო ღონისძიებებიც იმართებოდა სკოლაში, რომელიც ლენინთან საერთოდ არ იყო კავშირში. ხო, მაგრამ საინტერესო იქნება ეგ თემაც და ეგ საკითხებიც. პირველი წლები რომ გითხრა, ან პირველი გაკვეთილი, პირველი კლასი, პირველი მასწავლებელი რომ გაიხსენო შენაირად. პირველი მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მახსოვს და დღემდე ძალიან მიყვარს, იზო სამშია იყო ჩემი მასწავლებელი. რატომ გიყვარს? რატომ მიყვარს? ალბათ სწავლა რომ შემიყვარდა წიგნის კითხვა, ეს არის იზო მასწავლებლის დამსახურება. ჩვენ დროს იყო კიდევ რა, გიორგი, ჩვენ სახლში ქონდა საშინაო რვეული, ანუ შავი რვეული. ჩვენ როცა ასოებს დავალება ხონდა სკოლისთვის, რომ უნდა გამოგვეწერა ასოები. ჯერ სახლში ამას მონდომებით წერდი, სანამ ლამაზად არ დავწერდი ამ შავ რველში, ამის საკლასო რველისთვის ხელისხლება აკრძალული მქონდა და ამ შეუძლებელი მკაცრად და უფროსი და-ძმები მკაცრად აკონტროლებდნენ. რომ არიქა და აქედან გამომდინარე მაქვს ლამაზი კალიგრაფია. ლამაზად წერ, სხვა შორის ეს ამის დამსახურება. მიუხედავად ისა, მახსოვს რომ ტიროდი. და თვითონ იზო მასწავლებელი მოითხოვდა ამას, რომ ჯერ სახლში შავ. ეს პასუხისმგებლობა იყო, აი ასეთი, რომ აი სკოლაში ესე არ უნდა წასულიყავ, ეს რაღაც ნაწერი, ნაჯღაბნი არ უნდა მიგეტანა. ბუდიში ჩაგიკითხები აქვე, როგორც მასწავლებელს ამ შემთხვევაში, სხვა შორის ზვიადი არის ქართული ენის საუკეთესო მასწავლებელი, ასეთი კონკურსშიც, მე მგონი ბოლო საუკეთესო მასწავლებელი ხარ, ხო? და დიდი გამოცდილების მქონე არაქართულენოვან სკოლაში მუშაობს დღესაც და რას გეკითხები, რომ ბავშვებსაც თხოვ ხოლმე შენს მოსწავლეებს ასეთ რაღაცა პასუხს? არა, ხო, რაღაც ჩვენ მოსწავლეებს აქვს, არ ყველაზე ბედნიერები არიან იმ კუთხით, რომ საშინაო დავალება თითქმის არ აქვს. ერთადერთი რაც მათ მოითხოვებათ, ეს არის იმ ტექსტზე, რომელზეც ვიმუშავებთ კლასში, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ გადახედონ და გაიაზრო. მეტი სხვა ისეთი ნიშნულოვანი და ესეთი ტანჯვა არ მოაქვს ჩემს გაკვეთილებს და ჩემს დავალებებს. რა მინდა იცი, რა დაკვირვება გაგიზეა, რომ აი იგივე ამ გადაცემის სტუმრებიც ამ ბევრისთვის გვიკითხავს ალბათ ჩვენს, რომ პირველი მასწავლებელი და ფაქტობრივად რაღაც შეიძლება გამონაკლისები იყვნენ, მაგრამ ყველას რაღაცნაირად თბილად, პოზიტიურად ახსენდება ხოლმე ეს ადამიანი, ხო, ვინც იყო. თუმცა მე მაინტერესებს რამდენად ვრცელდება ეს სხვა მასწავლებლებზეც და ყველა მასწავლებლებზეც, აი უკვე მაღალ კლასებში, თქვათ, როდესაც შემოდის რაღაც ისეთი გაუგებრებები და არაადეკვატური რაღაც მასალა თუ გინდა და შინაარსი. ზოგადად რა სიტყვა, აი თუნდაც არა მაინც და მაინც პიროვნულად, არამედ აი მასწავლებლებზე რამდენად გამოყვა, თქვათ, ისეთივე ემოცია, როგორც იზო მასწავლებლის მიმართ მაგალითად. იცი რა შეასახმენ გიორგი, როცა მოსწავლე იზრდება, ეს პატარები ვარ და უკვე დამოკიდებული ვართ ამ მასწავლებელზე. ჩვენი პირველი მასწავლებელია, ფაქტიურად ჩვენი ხატია, მით უმეტეს რომ ჩვენი მასწავლებელი იყო ჩვენი კლასელის დედა. თუმცა ყველაზე მეტად ისჯებოდა ზუსტად ჩემი კლასელი, ანუ შვილს და აი გამორიცხული იყო რომ დედა დაეძახა, ეს არც მსმენია ერთხელაც არ გამიგია რომ აი დედა რო დაეძახა. იმიტომ რომ იყო მასწავლებელი, ბიჭი თუ გოგონა? გოგონა არის და ისიც ახლა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში არის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. მოკითხვა ჩვენი გადაცემიდან. მადლობა. და რა მახსენდება? იერარქია ეს იყო, რაღაც საზღვარი იყო. ჩვენ დირექტორი რო გაივლიდა ტელეფონში, კედელთან ვიყავით ატოსული. ეს არანაირად არ შეიძლება კიბეზე ამოდის დირექტორი, რომ შენ კი არ უნდა ჩაირბინო მან. უნდა დაელოდო და
ეს ვინმეს კი არ ვიცი სპეციალურად ვინმეს კი არ უთქვამს ეს რაღაც მოდი ეს შესაძლებელი ქონდა იგივე მორიდება მასწავლებლთან მე მერვე კლასში ვიყავი როდესაც გეოგრაფიის მასწავლებელმა ქუჩაში გამაჩერა მამაკაცი იყო და ხელი მომკიდა ასე და რატომ არ მისალმებიო მეგონა რომ მასწავლებლისთვის არ უნდა მეკადრებინა სალამი მე ვინ ვარ მოსწავლე ხო ჩვენ ანუ სკოლაში დავამთავრეთ ყველაზე საყვარელი მასწავლებელი რომელიც ახლა უფროს კლასებშია ჩვენთვის იყო ფიზიკის მასწავლებელი თუმცა ყველაზე ცუდად ვიცოდი ფიზიკა და რატომ ეს იყო აი ზუსტად ჩვენ რო გვინდოდა ისეთი მეგობრული ერთხელ მახსოვს რომ მითხრა რომ გაგწო შემოვიდა ესე მიიყუროს და იცი ეს წუხელ და მისიზურე და რამე პრობლემა ხო არ აქვს რაც ეს იყო დიდი იშვიათობა ხო და აი მის გაუთხრებულებს კი არ ხმაურობდით უბრალოდ პატივისცემა მქონდა მე განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს მეგობრული დამოკიდებულება იყო მაგრამ ზღვარს აი საზღვარს არასდროს არ გადავდიოდით თუმცა ეს ხებთან იყო ეს იერარქია და ისე რომ დალაპარაკებოდი ესე მეგობრულად და ვერ უბედავდი თორე რა თქმა უნდა შეიძლება რომ საპასუხო ნაბიჯებიც გადაედგათ იმ მასალას მაგრამ ჩვენ გოგონა რომ ეს მასწავლებლები ავტორიტეტები იყვნენ ხო იმ პერიოდში მასწავლებელი თუ დაჟი და მოსწავლეს და მშობელი იშვიათად მახსენდება რომ ეწინააღმდეგებოდა რას ქვია ჩემი შვილი დასაჯეო იმიტომ რომ ავტორიტეტი ქონდა რადგან დასაჯა მასწავლებელმა ესე იგი იმსახურებდა დასჯაში რა იგულისხმებოდა თუნდაც სილის გაწნა თუნდაც რა ვიცი ბაკებში ეს კი ერთხელ მოხდა ეს მე სკოლაში ვარ ესეთი წარჩინებული მოსწავლე სანიმუშო მოსწავლე და თელი 10 წლის განმავლობაში ერთხელ მოხდა ხელი მასწავლებლისგან და ეს ჩემი კლასის მასწავლებელი არ იყო თორემ შანსი არ იყო რომ ჩემთვის ხელი გაერთვა შესვენებაზე დიდ შესვენებაზე ყველა უნდა გასულიყო კლასიდან და ამ დროს რატომაც ჩემმა კლასელმა ბიჭმა დამიჭირა ესე მაბზრიალებს და შემოგვისწრო ამ მომენტში ეს კი სხვა კლასის მასწავლებელი რომელიც იყო მორიგე იმ დროს და აი დღემდე მტკივა სხვა შორის ნახე მე აი თუნდაც იმ აფხაზეთის მოვლენების შემდეგ და აი მინდოდა რომ მეთქვა რომ იცი გამარჯობა მე ვარ მაგრამ შენი სილა დღემდე მახსოვს გაცნული სილა აი ამიტომ არის ხოლმე რომ გამორიცხულია რომ რას ქვია ბავს ხილი რო გაარტყა მე ხო ვიცი ის ერთხელ ისე წარეთ მაშინ ერთგვარი მეთოდი სააღმზრდელო მეთოდი და ამ შობლებიც გიმატებდნენ თუ მასალად გაიგებდა რომ მასალმა დაგსაჯა ანუ სამართლიანად დაგსაჯა ზუსტად ახსენე და ვიცი რომ კარგად სწავლობდი კლასში ყველაზე კარგად სწავლობდი ну ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი ჩემს კლასში ან ჩვენთან იყო ორი პარალელური კლასი ჩვენს კლასში ну გამოვარჩევდი რომ 3 ვიყავით თითქმის თანაბარი დონის და რატომ მაინტერესებს საერთოდ ჩვენ გვაღერმებს მასწავლებლებს და მეთანხმები რომ რამდენად სწავლობენ ბავშვები იმას რასაც ვასწავლით ან რაც გვინდა რომ ვასწავლოთ აი ფიზიკა ახსენე რომ არ სწავლობდი ან არ გესმოდა შეიძლება ნიშნები გეწერა 5-იანი 4-იანი მაგრამ არ გესმოდა სინამდვილეში გულახდილად რო ვთქვათ და კიდევ რამდენ საგანზე შეიძლება თქვა რომ მივხედავდი იმისა რომ 5-ები გეწერა და არ გესმოდა ჩემთვის აი პირველი რაც იყო ეს იყო ჰუმანიტარულ საგნებს აი სიხარული პირველი სახში რომ მივდიოდი ეს იყო ქართული ენა და ლიტერატურა ისტორია ერთხელ გადავავლებდი თვალს და ეს უკვე ჩემთვის საკმარისი იყო მაგრამ ვიზეპირებდი იმის გამო რომ შემდეგ უმაღლესში ხანდახან ქულებზე იყო ხოლმე ხო რაღაც პერიოდი იყო რომ ნიშნებს აქცევდნენ ყურადღებას და ფიზიკას ვიზეპირებდი პრობლემა მქონდა ალგებრა გეომეტრიაში წესებს და რაღაცას ვიზეპირებდი მაგრამ აი ალგებრას შეიძლება მექანიკურად რაღაცა გამეკეთებინა კლასში მოითხოვათ რომ აი აგვიხსენე რატო გააკეთე რა კი ბატონო სწორია მაგრამ როგორ ну არ ვიცოდი ანუ ძირითადად მინდოდა დაზეპირება ჩემ შემთხვევაში იმ საგნების რომლებიც არ მაინტერესებდა და ვიზეპირებდი იმის გამო რომ ეს ნიშნები მჭირდებოდა შემდეგ ხო დღევანდელი გადასახედიდან
მე რომ ხუთიანები ჩამწკრივებული მქონდა ატესტატში, ნახევარს არ მისახურებდი. მაგრამ ალბათ მონდომების გამო უფრო ვიზეპირებდი. და შენი დაკვირვებით დღეს რა ხდება? იგივე ამ ბავშვების მოსავლეების თვალით რომ შევხედოთ ახლა. ფაქტობრივად აი 40 წელი გავიდა ახლა ჩვენ რაც თქვათ სწავლობდით სკოლაში და არსობრივად ხო იგივე სისტემა ახლა ლენინის რაღაცები აღარ არის, მაგრამ იგივე ის მიდგომა რომ ამდენი საგანი დრო ასე გადანაწილებული, ანუ ყველაფერი ხო სინამდვილეში იგივე გვაქვს დღევანდელ სკოლებში, როგორც საჯაროში, ასევე ფაქტობრივად კერძო სკოლებშიც და დღევანდელი ბავშვების მიხედვით, აი თუ შევაფასებთ, რამე შეიცვალა რა დღეს ესმით ბავშვებს, რასაც შეიცვალა მოტივაცია შეიცვალა. როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოტივაცია შეიცვალა მოსავლეებში. ანუ არანაირი მოტივაცია არ აქვს. უარესობისკენ წავიდა სიტუაცია. ჩვენ დროს მაგალითად წიგნს რო ვკითხულობდი, ჩვენთვის წიგნი რა იყო? ჩვენთვის იყო იგივე Google. იგივე დავუშვათ Instagram-ი და TikTok-ი და Facebook-ი. ანუ ინფორმაციის წყარო ჩვენთვის იყო წიგნი და შემდეგ ესე იგი აი საძიებელში წაკითხული, რასაც ვკითხულობდით, ჩვენი ტვინი, ანუ ჩვენი მეხსიერება იყო Google. ანუ იქ უნდა გადაგეფორცლა, რაც წაიკითხე და ეს უნდა გადაგეხსენა. დღეს შეიძლება ტელეფონი აიღო და მოძებნო. დღეს ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი არის სოციალური ქსელები. ანუ წიგნმა ფაქტურად ჩაანაცვლა წიგნი ჩაანაცვლა სოციალურმა ქსელებმა. ანუ აქ უკვე იცი რა არის, იმდენ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას ისე რომ აი წიგნს რო სწავლას რო დაუბრუნდეს მოსწავლე. რაღაც ამისთვის საჭიროა მოტივაციაც. როცა არანაირი მოტივაცია არ არის, მაშინ ბუნებრივია. ესე იგი, ხო, საინტერესოა ფაქტობრივად ეს რაღაც სივრცე, რომელიც შემოიჭრა თუ ჩვენ შევედით ამ სივრცეში, ციფრულ სივრცეში და ფაქტობრივად ჩვენ იმავე მიდგომებით, იმავე სტრუქტურითა და შინაარსით ვაგრძელებთ ამ ბავშვების თითქოს და სწავლებას, ხო, რაღაც არაადეკვატური აქედანვე ჩანს ეს ასე გამოიყურება. და ამიტომაც არის მე მაგალითად ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა ნახევარზე მეტისთვის, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა ამ დებულებაში, მოსწავლეთა ნახევარზე მეტისთვის, საგანთა ნახევარზე მეტი რაღაცა გაუგებარია. ხო შეიძლება ეს მეტი თუ ნაკლებიან სხვა თემაა, მაგრამ აი ასეთ რაღაც არაადეკვატურ საქმიანობაში ვართ ჩვენ ჩართულები. წიგნებს რომ მივხედოთ ისევ, როგორც ვიცი, გიყვარდა კითხვა წიგნების და მოდი მოგვიყევი ამაზე. ან როგორ დაიწყან კითხვა, როგორ ისწავლიან საყვარელი წიგნები, ან სკოლამდეც რა შეხება გქონდა, ან ვინმე თუ გიკითხავდა ხოლმე. წიგნის კითხვის სიყვარული ეს სკოლის დამსახურებაც არის, პირველ რიგში სკოლის დამსახურება და რატომ? ჩვენ ყოველ ზაფხულს მასწავლებელი გვავალებდა აიღეთ ერთი საერთო რვეულიო და რასაც წაიკითხავთ, ყველაფერი ანუ სათაური თავი პერსონაჟები, ანუ რუკას ქმნიდით ფაქტიურად და წაკითხulis მოკლე შინაარსს. ბუნებრივია, როცა რაც უფრო მეტ წიგნს კითხულობდი და ისე ზერებლად ვერ წაიკითხავდი, ხო, ეს ყველაფერი სტრუქტურაში უნდა მოგეყვანა. და იმ მთელი ზაფხული ის კი არა რომ არ თამაშობდი, მაგრამ ეს იყო ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ანუ რამდენიმე წიგნი უნდა წაგიკითხა, არ იყო განსაზღვრული რომ 30 წაგიკითხა და 50, ხო? რაღაც უნდა წაგიკითხა. ყველა არის ამაში. ბუნებრივია, როცა მეც კითხულობ, ხო? ეს გონების სავარჯიშოა, ხო? შენს მაშინ ესე ფილმებით ვერ ჩაანაცვლდი, ახლა არის რომ რაღაც ნაწარმოებს დავუშვათ გადიხარ, მოსწავლეებმა და ფილმი ნანახი მაქვს, ან მოძებნის ამ ფილმს და იქ უყუროს და მისთვის ბევრად უფრო მარტივია ფილმიდან გაიგოს ამ შინაარსი, ვიდრე წაიკითხოს, ხო? ეს იყო გონების სავარჯიშო, წარმოსახვა იყო, ხო? მე წარმოიდგენდი ეს როგორ მთავრდება, შენ თვითონ ავლებდი ამ იმას, რომ აი ხო მე რასწრებდი ერთ დღეში ამ წიგნის დასრულებას, ხო და ფიქრობდი რომ აი ვარიანტები რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარებული იყო, ანუ
წიგნის კითხვა ეს ნელ-ნელა აი ესე ის კი არა საფხულში გვავალებდნენ უბრალოდ საინტერესო სხვა გამოსავალი არც იყო ხო რა ვიცი შეიძლება მაშინ რომ TikTok-ი როგორ ვიღან Facebook-ი შეიძლება ისეთი ინტერესი არ ქონოდა მაგრამ სკოლიდანაც იყო მოთხოვნა რომ რაღაცა რომ წაგვიკითხა ელემენტარულად გეტყვი ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლაში რო გასწავლებდნენ უფროს კლასებში ცალკე ქონდა ხოლმე საკონტროლო წერა თუ ქონდა მხოლოდ პროგრამული ნაწარმოები და თუნდაც ერთი შეცდომა არ ყოფილიყო მასწავლებელი ხუთიანს არ გეწერდა ხუთიანი იყო ყველაზე მაღალი შეფასება როცა ვიკითხებოდი დავუშვათ მასწავლებელს კითხე რომ აი ხუთიანი რატომ არა მითხრა რომ აქ მხოლოდ პროგრამული ნაწარმოებები გიწერია და რაშიც ხუთიანი არ იწერება ახლა შეადარებ დღეს ოღონდ რაღაცა ისწავლე და ჩანო ნიშნავს ხო უბრალოდ წერთ ესე შედარებით ხო ვიღაცას ვადარეთ ხო ვიღაცას ვიყვანთ ვინც ყველაზე ნაკლებად ესე თქვა წარმატებულია და ამის მიხედვით წერთ ამ ნიშნებს შედარებითია ხო ჩვენი ნიშნები და იქ ესე მკაცრად იყო განსაზღვრული რომ მარტო პროგრამული ნაწარმოებებით შენ ფონს ვერ გახვიდობდი და ფრიაც ვერ მიიღებდი რაც საჭირო იყო თუმცა ის ნიშნებიც ხო რა გარკვეულწილად ხო მე როგორც გითხარი ხო კი ბატონო მე როგორც გითხარი ვიზეპირებდი თუნდაც ფიზიკას ვიზეპირებდი რა უნდა შეგეკითხო დღევანდელი თაობისთვის გულისხმობ უმრავლესობას ამ შემთხვევაში და არა ვთქვათ რაღაც ნაწილს სინამდვილეში ჩვენს დროსაც რაღაც გარკვეული ნაწილი კითხულობდა და იყო ხო რა ვთქვათ რომ ყველა თავჩარგული იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში რაღაც ლიტერატურის კითხვაში არ იყო ასე ხო შეიძლება დღეს ეს ნაკლებად მაგრამ როგორ ფიქრობ წიგნმა ასე ვთქვათ ლიტერატურა ხო მხატვრულმა ლიტერატურამ რაღაცნაირად დაკარგა თავისი ადგილი და როლი დღევანდელ თაობაში მასობრივი თვალსაზრისით გულისხმობ მე მგონია რომ მასობრივად არა, იმიტომ რომ ახლა გადაცემას რო უყურებთ უნდა წიგნების თაროს და ჩანს რომ იქ ნაკითხი ახალგაზრდა მოდის, მაგრამ არის მაგალითად რეგიონები, სადაც თუნდაც აი რო ავიღოთ არაქართულოვანი რეგიონი. არის თუ არა ბიბლიოთეკა. აი გინდა რომ რაღაც წაიკითხო. ხარ მაგალითად ეთნიკურად აზერბაიჯანელი. რა უნდა წაიკითხო და სად უნდა აიღო ეს წიგნი? ციფრულად ხო შეიძლება რომ თქვა. ხო, მაგრამ ციფრულად როგორც ასეთი ხელმისაწვდომი არ არის ყველასთვის, ხო? ხო, რაღაცნაირად ხელმისაწვდომობა წიგნებზე, ხო? წიგნებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში თუნდაც არაქართულ მე შემიძლია ვისაუბრო არაქართულოვანი სკოლების კუთხიდან დავინახო პრობლემა. ხო, ქართულოვან სკოლებში როგორც დედაქტორ არ მომუშავია რას. ხო, მართალი რომ გითხრა, ხო, არის, მე უფრო მაინც აი რეგიონულ პრობლემად უფრო ვერ ხედავ, უფრო ზოგადი და ფართო გაგებითაც. შეიძლება განსაკუთრებით მე მგონია რომ იგრძნობა მაინც რეგიონებში და განსაკუთრებით არაქართულოვან რეგიონებში, იმიტომ რომ ფაქტობრივად მშობლიურ ენაზე წიგნი არ შედის ბიბლიოთეკაში. ანუ ამ შემთხვევაში ხო გულისხმობ თანამედროვე დაუშვათ იგივე აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი რაღაც ლიტერატურა, რომელიც ამ ბავშვებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხო? ახლა შენ რო ასწავლი ბუდიში, რო ასწავლი მაგალითად მე კლასს თუ რაღაც და კარსონს და არ წაუკითხა მშობლიურ ენაზე, ანუ მშობლიურ ენაზე არ აქვს ეს უნარები, რაც უნდა დაეხმაროს შემდეგ ქართული ენის მასწავლებლად, ანუ არ აქვს უნარები განვითარებული. ვახსენეთ ამიტომ უჭირს მოსწავლის ქართული ენის ენები და მე ძალიან მაინტერესებს იგივე გალის სკოლის გამოცდილება. როგორც აღნიშნე, რუსული ისწავლებოდა მაშინ ყველა სკოლაში პირველივე კლასიდან და ყოველ დღე და ასე შემდეგ. ფაქტობრივად მეორე ენა იყო ის საქართველოშიც და მთელს საბჭოთა კავშირში. თქვენთან როგორ იყო? შენ როგორც ასე ვთქვათ, მეგრელი და მეგრული ენის ცხადია ბავშვობიდანვე მცოდნე და შენი ასე ვთქვათ მეორე მშობლიური ენა. ამასთან დაკავშირებით რა გახსოვს? თუნდაც მე მაინტერესებს ქართული რამდენად
იცოდი სკოლაში რომ შედიოდი ან პირველ კლასში. აი ეს რომ გაიხსენო ხო რაღაცა მეგრული ენის, ქართული ენის, მე სკოლაში სწავლებაზეც მინდა შეგეკითხო კიდევ. ამასთან დაკავშირებით. სკოლამდე მე ვიარე 1 წელი დაახლოებით 1 წელი ვიარე ბაღში. საბავშვო ბაღში. გამომდინარე იქიდან რომ ქართული არხებიც იყო ჩართული და ჩვენთან არხი ერთი ხო არ მეორე მე მოგვიანებით მეორეც იყო მოგვიანებით მართალი ხარ და განსაკუთრებით იყო ხოლმე მეზობლების თავშეკრა ფერბურთის დროს რეპორტაჟები ხშირად რუსულ ენაზე იყო ხოლმე მაგრამ ის რომ ქართული ჩემთვის რაღაც უცხო იყო არა იმიტომ რომ სახში ქონდა ხოლმე ეს ფირფიტები ქართულენოვანი სიმღერები და ასე ქართულენოვანი სიმღერები ვიცოდი ჩემთვის ესე უცხო არ ყოფილა. მიხლა ოჯახში ბუნებრივია რომ სამეგრელოში იმ პერიოდში არა უცხო რა კუთხით ვამბობ. ოჯახში რომ ყველა რო საუბრობს მეგრულად და რაღაცა ქართული არ იყო ჩემთვის ესე უცხო. ისიც რადგან ვუსმენდით შემდეგ ვკითხულობდით რაღაც ოჯახში იყო ხოლმე ასეთი ჩემი უფროსი და-ძმები აგროვდნენ ხოლმე ფეხბურთზე რამე თუ იყო ლელო გამოდიოდა კიდევ ნუ კომუნისტის სოფლის ცხოვრება და იქ თუ თბილისის დინამოზე იყო რამე ინფორმაცია ამოჭრიდნენ ხოლმე ამას კითხულობდნენ მე იყო სპეციალური ჟურნალი და იქ აგროვდნენ თელამ ინფორმაციას მაშინ რა ვიცი თბილისის დინამო ფაქტობრივად იყო საქართველოს ნაკრები ხო და თბილისის დინამოზე მახსოვს რომ რადიოში უსმენდით რადიო რეპორტაჟს ახლა რომ რადიო რეპორტაჟს მოусმინე ვერ მოусმენ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, კითხვასთან ერთად ჩემი ენობრივი კომპეტენციები გაუმჯობესდა. იზო მასწავლებელი გაკვეთილებზე თუ იყენებდა ხოლმე მეგრულ ენას. თუ გელაპარაკებოდა თან, რამეს გიხსნიდა? ძალიან ესე კარგად არ მახსოვს ეს პერიოდი. კარგად არ მახსოვს ეს პერიოდი, მაგრამ ერთი პერიოდი მახსოვს რომ შემეშალა კითხვის დროს, შემეშალა კითხვის დროს და მაგის გამო რომ ვიტირე. არა, კი არ ვიტირე. სახში ავტობუსით რო ავდიოდი, სალს გაუვარე და ბიზაჩემთან წავედი. რა მეძებდნენ? ანუ კითხვის დროს რაღაც ერთი ასო ანუ ხო არის ხოლმე. ხო, მექანიკური შეცდომა რაღაცა მომივიდა და მე რომ გონია რომ ამას სახში გაიგებენ და ჩვენ ხო ვიცით იმ პერიოდში რომ მასშტაბები ტელევიზორიდან გვიყურებენ როგორ ვიქცევით რაღაცა და გონია რომ ამას ჩემი მშობლები გაიგებენ დამსჯია რას ქვია შეგეშალა რატომღაცე და ესე იგი ჩემს ახს გავწდი ავტობუსით წავედი ბიზნესში სახლში რომელიც ცხოვრობდა სოფლის ბოლოს ბუნებრივია ავტობუსიდან რო არ ჩამოვედი მომიკითხეს მშობლებმა მეძებდნენ ბოლოს ესე იგი გაიგეს რომ ბიზნესში სახლში ვიყავ და რატომ წახვედი და მე ვხარი ავტობუსიდან დავიძახე და როგორ ვერ გაიგეთ მეთქი მასინ ასე შეგეკითხები ვთქვათ იგივე სამეგრელოში აგრეთვე სვანეთში ხო სადაც სვანურად და მეგრულად ლაპარაკობენ ბავშვები ოჯახში თავიდანვე და დაილაპარაკონ კიდეც და ეს ძალიან კარგია და ეს რომ ჩვენი სიმდიდრეა ზოგადად ქართული სიმდიდრეა ეს თანხდები ცხადია და მე მგონი ყველა გვეთანხმება ამაში და როგორ ფიქრობ იგივე პირველი კლასის და ასე ვთქვათ მასწავლებლებმა სკოლაში რომ გამოიყენონ ხოლმე იგივე მეგრულიც და სვანურიც რაღაც ცნებების, რაღაც განმარტებებისთვის და ასე შემდეგ ეს რამდენად საჭიროდ მიგაჩნია, მოკლედ რომ ვთქვათ, რათა უფრო უმტკივნეულო და კომფორტული იყოს ბავშვისთვის, ვთქვათ, იგივე სწავლა. სწავლა ბავშვისთვის კომფორტული, ახლა ისედაც არის კომფორტული და რატომ? იმიტომ რომ მე რასაც უყურებ თუნდაც სამეგრელოში ბავშვთან კომუნიკაცია არის ქართულად. მეგრულად ეს არის იშვიათობა. ანუ სკოლამდე ოჯახში ბავშვი მოგწონს ეგ შენ მე ასეთი მიდგომა და ასეთი ხო ესე დამგონო მეგრულს მე ისწავლის სკოლაში ზამთრიჯერ მომიჩენია რომ აი თუნდაც ზუგდიდში რომ მივიდივარ და ჩემზე მიდიან მე-19 კლასელები ერთმანეთში არ საუბრობენ მეგრულად
ეს ახალი თაობისთვის რაღაც მეგრულად საუბარი თითქოს რაღაცი ეუხერხულებად, ესერცხულებად თუ რა არის, მოკლედ პრესტიჟული არ არის აი ესეთი საუბარი მეგრულად. პატარებსაც ბავშვი მე არ მინახავს, არ მახსოვს, არ მახსენდება მართლა ეს შემთხვევა, რომ პატარას ესაუბრებოდნენ მეგრულად. ძირითადად ხდება ხოლმე, ეგრევე იწება ქართულად. გული არ შეიძლება ეს იმის გამო იყოს, რომ მე ბავშვს არ გაუჭირდეს სწავლა და შეეჩიოს, შეიძლება ეს გამართულაც გქონდეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სკოლაში მეგრული ეს ინიციატივა კი იყო კარგი, მაგრამ უბრალოდ როგორც სხვა ბევრი რეფორმა და ინიციატივა სკოლაში ვერ შემოვიდა, თორემ უნდა ისწავლებოდეს. ახლა ჩემთვისაც ბევრი რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ მეგრულად საუბრობთ ოჯახში და რაღაცა ბევრი მეგრული სიტყვა არის ჩემთვის გაუგებარი. მეგრული ტექსტები რო წამახსოვს, შეიძლება ნახევარი ვერც გავიგო. ხო, მე უბრალოდ გავიგო განსხვავება ხოლმე ეს მეგრული. მე მართალი რომ გითხრა, გული მწყდება, აი რასაც ახლა შენ ამბობ და ლაპარაკობ, რომ ოჯახებში ბავშვებს და სინამდვილეში 5 წლამდე ბავშვი რასაც სწავლობს იმას ვერ შეცვლის თქვათ სკოლაში რომ მეგრული ისწავლებოდეს, ხო? ანუ თავისი გავლენით, თავისი რაღაც სოფლხედველობით და ყველაფერი, ხო, ენა ხო მარტო რაღაც ლაპარაკი არ არის, ხო? ანუ ეს გულდასაწყვეტია ნამდვილად და ხო, გულდასაწყვეტია და როცა საუბრობენ იმაზე, რომ მეგრული და იგივე სვანური არის გაქრობის პირას და ეს ტყუილად კი არ არის. ვინ უშლის? არა, არავინ არ უშლის. აკრძალულია? არსად არა აკრძალული. უბრალოდ ეს არის რაღაც თვითცენზურასაც, რომ არა. ხო, და ფიქრობ, რომ ხო შეიძლება რაღაცნაირად რაღაც გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ამაზეც, რომ არა პირიქით ეს თუ კი რამე დაგვჭა ჩვენ ქართველებს საამაყოთ და სიმდიდრე, ერთ-ერთი ეს არის ხო, რომელიც ასე ჩვენ თვალწინ თუ რაღაცნაირად მინავლდება, ან მართლა სასწაული გაუხდება მეგრელ და სვან და ამ ქართველებს თუ ეს თავიანთი ენების სასწავლი თუ გაუხდება, ეგ იქნება სწორედ ტრაგედია, ხო? ასევე მინდა გკითხო აფხაზურ ენაზე. აი შენ როგორც აი გალის აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, აფხაზური თუ ისწავლებოდა თქვენ სკოლაში? არა, აფხაზური არ ისწავლებოდა და მე ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ახლა. რადგან ქართულენოვანი ჩვეულებრივად ამ რუსულენოვან სკოლებში თუ ისწავლებოდა? არც იქ არის. არც ერთ სკოლაში არ ისწავლებოდა. აფხაზური ისწავლებოდა მხოლოდ აფხაზურ სკოლებში და ისიც დაწყებით კლასებში. შემდეგ უკვე ისინი გადავიდნენ კლასამდე, როგორც შემდეგ ისინი უკვე დაწყებით კლასებშიც მხოლოდ აფხაზური ენა და ლიტერატურა ალბათ ისწავლებოდა თუ მათემატიკაც აფხაზურად ისწავლებოდა თუ იცი შენ? ხო. სიმართლე ვიქრა, არ ვიცი. და როგორ ფიქრობ შენ? რამდენად სწორი იყო ეს, რომ აი შენ აფხაზურ ენაზე არ გაქვს რაღაც არანაირი წარმოდგენა არ იცი და ასე შემდეგ? ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით, ანუ ჩვეულებრივ ერთი საგანი, თუნდაც ფაკულტატური უნდა ყოფილიყო აფხაზური ენა. თუნდაც აი იგივე რომ მეზობელ ახლა მით უმეტეს როდესაც კონსტიტუციაში არის ჩაწერილი რომ მაშინაც იყო კონსტიტუციაში აფხაზური ენა მაშინაც 78 წელს როცა მაგრამ რატომ არ იყო იმიტომ რომ საურთიერთობო საკომუნიკაციო ენა იყო ნომერ პირველი ხო ხო ეგ და აფხაზური ენა ვის გახსენებოდა როდესაც ჩული 1978 წელს რა მოხდა ანუ ქართული საერთოდ უნდა ამოიღოთ სახელმწიფო ენიდან და უნდა რუსული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ენა. ბუნებრივია აფხაზურ ენაზე ვინ იზრუნებდა. და საერთოდ ურთიერთობა თუ გქონდათ ხოლმე მაშინ აი შენ იგივე სოხუმში ჩადიოდი ხოლმე ალბათ. კი, სოხუმში ჩავდიოდი ხოლმე რაღაც აი რაიონულ ტურებს თუ მოვიგებდით რაღაცა, ან ჩავდიოდი, მაგრამ ძირითადად იქაც ბუნებრივია ქართულენოვან მოსწავლეებთან ერთად ვიყავით ხოლმე. მქონდა ურთიერთობა როდესაც ვიყავი პიონერთა ბანაკში. სად? ვიყავი კინთხში. და აფხაზებიც იყვნენ, ხო? იქ იყო ძირითადად აფხაზები იყვნენ. უბრალოდ ჩემი ახლობელი, ჩემი ახლომაცისავე იყო იქ ექიმი და უბრალოდ მან წამეყვანა. და საკმაოდ კომფორტულად ვიყავი, კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მაშინ აფხაზები. ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი, ესე ვთქვათ,
აფხაზებთან. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ცხოვრობდი. რა თქმა უნდა, უფროსთაობას იქ შერეული ოჯახებიც იყო და რაღაცა უფრო კარგად ახსოვთ ეს ურთიერთობები, ვიდრე დავუშვათ მე. მე არ მქონია ესეთი ინტენსიური ურთიერთობა. მეზობლებიც იყო, ანუ შერეული ოჯახი იყო, მან ცოლი იყო, ჩემი მეზობლის ცოლი მეუღლე იყო აფხაზი და ერთი ოჯახი ცხოვრობდა ბერძნების ოჯახი. ძირითადად ასე ვთქვათ. რა, ისინიც მეგრულად საუბრობდნენ, ბერძნები მეგრულად საუბრობდნენ. ხო, პრინციპში შეიძლება დავინახოთ ჩვენ სკოლებში, რომელშიც ვსწავლობდით, ხო? გარკვეული ის რაღაც კონტურები, თუნდაც იგივე ის რომ არ იყო ერთმანეთი რომ გაგვეცნო თუნდაც ეს საშუალება, ან რაღაც ურთიერთობა დაგვემყარებინათ უფრო სხვა დონეზე ვიდრე იყო და ასე შემდეგ. იყო, იცი რა, სკოლაში კი იყო, მაგრამ დავუშვათ ჩვენი სკოლა ემაგებრებოდა ულიანოვსკის საშუალო სკოლას, კიდევ ლატვიის რომელიღაცა სკოლას. მაგრამ თვითონ აი ეს თვითონ შიგნით რომ აი ესე თუნდაც აფხაზურ სკოლასთან მსგავსი რამ არ მახსენდება. ქონდა ჩვენ მეც ვიყავი მეხუთე მეექვსე კლასში ნორჩი ინტერნაციონალთა კლუბი იყო და ამ კლუბის წევრი ვიყავი მეც. ხო, ჩვენ აი ასე იყო პრინციპში საბჭოთა კავშირი ეს იმპერია, მოდერნიზებული რუსული იმპერია, რაღაცნაირად ყველას გულშემატკივრობდა თითქოს და იგივე მოსწავლეებიც ვიღაც ნიკარაგუელი მუშების და მათი ტკივილი თითქოს უნდა აფრიკელი ბავშვებს ჩვენ სკოლაში თუ აგროვებდნენ ხოლმე გვეტანა ხო ეს და სინამდვილეში აი მეზობელ რაიონში რა ხდებოდა ან როგორი ურთიერთობა შეიძლებოდა დაგვემყარებინა ამის არც გამოცდილება გქონდა და არ ვიცი სპეციალურად იყო ასეთი რამე გაკეთებული თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, ხო, ასე იყო და ზოგადად რომ გკითხო, აი კონფლიქტები სკოლაში, რა გახსენდება ამ თვალსაზრისით? ზოგადად მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, რაც არ უნდა ლამაზად წარმოვიდგინოთ და მოწესრიგებულად და პატივისცემთ, ერთგვარი რაღაც სუბიექტი კონფლიქტის თითქოს და მუდმივი კონფლიქტის მონაწილეთა ურთიერთობაც არის. ამ ხრივ გარდა იმ სილის განაწუნებისა თუ გაწუნის თუ ხომ არ შეიძლება რამე გაიხსენო ან თუნდაც მოსწავლეებს შორის რაიმე ესეთი კონფლიქტური სიტუაცია. მოსწავლეებს შორის მაშინ ჩვენ ხო არ ვიცოდით რა იყო სიტყვა ბულინგი. და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხო? მაშინაც ხო? მაშინ ჩვეულებრივი და რას გულისხმობ კონკრეტულად? ხო, ну რაღაც ეს იქნებოდა რაღაც გარეგნობასთან დაკავშირებით ძირითადად. ან თუნდაც მაშინ სამარცხვინო იყო ოროსანი და ეს ბულინგი ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ. და ის რომ განსაკუთრებულ რაღაცებს ჩვენ რომ გეგმავთ ხოლმე ფილმებს უჩვენებთ მეორე დისკუსიას ბუნებრივია მსგავსი რაღაცა ჩვენ სკოლებში არ იყო. მარტო ჩვენ სკოლას კი არ გულისხმობს საერთოდ, ხო? ამაზე საუბარი არც იყო, იმიტომ რომ საბჭოთა სკოლაში როგორ შეიძლება რომ რაღაც კონფლიქტი ყოფილიყო, არანაირი კონფლიქტი. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის რაღაც დიდი და ესე ხმაურიანი ესეთი კონფლიქტები არ მახსენდება, თუმცა გალში იყო ერთი შემთხვევა, საკმაოდ გახმაურებული შემთხვევა იყო, თუ გახსოვს იმ პერიოდში განათლების აი ეს რესურს ცენტრები მაშინ რომ განყოფილებები და ექსპერტები ჩამოდიოდნენ ხოლმე მაღალ კლასებში, ეს იყო ბოლო დამამთავრებელ კლასში და შემოდიოდნენ უცებ და აბა გვაქვს ქართული წერა, საკონტროლო წერა, კონვერტით მოქონდა თემები, წერდნენ და რა. გალში იყო ერთი შემთხვევა, ჩემ სკოლაში არ იყო, სხვა სკოლაში იყო, ქართულენოვან სკოლაში იყო. როდესაც ნიშნით უკმაყოფილო მშობელმა მამამ, რომელიც ცნობილი ექიმი იყო, მოკლა ეს ინსპექტორი. ექსპერტი თქვი ადრე ინსპექტორი. მეთოდისტები და ინსპექტორები, სხვადასხვა რანგი იყო მათ შორის. ეს იყო საკმაოდ გახმაურებული ამბავი. ნიშნის გულისთვის? ნიშნის გულისთვის. იმიტომ რომ მაშინ ამ ნიშანს ჰქონდა
ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ მედალს აიღებდი, ერთი საგნით შეგეძლო რომ ჩაგებარებინა. შენ როგორც მედალოსნობის კანდიდატი, რა ემოციები გახსოვს მაგასთან დაკავშირებით? ანუ რამდენად განიცდიდი, ან სხვები რამდენად განიცდიდნენ ამასთან? ეს იყო რამდენად ჯანსაღი იყო, მესმის რომ ეს ჩემთვისაც უსიამოვნოა ამაზე, ასეთ კონკურენციაზე, ასე ვთქვათ, მაგრამ ამაზე რა გახსენდება? მახსენდება რომ ყოფილა ესეთი შემთხვევები, უბრალოდ სმენია რომ თუნდაც ადრე ჩემ სკოლაში ან სხვა სკოლაში რომ რაღაც დაპირისპირება იყო ამ მედლის გამო. რაც შეეხება ჩვენთან აი როცა მე ვსწავლობდი და აქაც იყო რომ მოდიოდნენ ხოლმე ეს მეთოდისტები და ესე იგი გამოარჩევდნენ ამ ბავშვებს, შეგვიყვანდნენ მოთახში და სხვა შორის ჩემთვის ყველაზე მარტივი და სასიამოვნო პროცესი იყო თავისუფალი თემის წერა. და რატო არ წერდი და უშუალოდ რომელიმე ნაწარმოების მიხედვით. არ წერდი იმის გამო რომ აი იქ რაღაცა შეიძლება რომელიღაცა ნაწარმოები არაპროგრამული რომელიც საჭირო იყო და არ დამიწერია ამაზე არაფერი არ მიხსენებია, ამიტომ ყოველთვის შვიდად ჯდებოდი ხოლმე პირველ მერხთან. და წერდი თავისუფლად ვიცოდი რომ მესამე თემა იქნებოდა თავისუფალი თემა. მაგ დროს აი მეთოდისტები რომ ჩაკეტავდნენ ხოლმე. ანუ ეს უსიამოვნო შეგრძნება იყო, უსიამოვნება. გადაწერის საშუალება თუ იყო და ვახსენოთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი რაღაც იარაღი და გადაწერის პარგალკების გადაწერის საშუალებები იყო ხოლმე თუ სკოლის დირექციიდან ან დაინტერესება თუ იყო, ანუ ვიღაცის შვილი, ხო? ამთავრებს სკოლას და უნდა დაამთავროს მედალზე, ხო? ამ დროს ამ მეთოდის გაუყრიდნენ ხოლმე კლასში ხელს, გაიყვანდნენ და ამ დროს ხდება ხოლმე გადაწერა. და ამას ხედავდნენ სხვა ბავშვებიც. რა თქმა ხედავდნენ სხვა, კი, ხედავდნენ სხვა ბავშვებიც, ხედავდნენ, კი. და ჩემთვის ეს ჯერთი და ეს თემები უნდა გეტარებინა მაშინ ყოველდღე, იმიტომ რომ ხო არ იცოდი როდის მოვიდოდნენ. ისე ეს გაუხსნელი კონვერტი, მიუხედავად იმისა, რომ გაუხსნელი კონვერტით მოდიოდა მეთოდისტი, ერთი საათით ადრე იცოდნენ უკვე სკოლაში რა თემები მოდიოდა. გახსნილი იყო. უკვე გახსნილი იყო. რომ გავაგზავნოთ ეს თემა, უკვე უმაღლესში შენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩააბარე, ასე ვთქვათ, ისტორიკოსი ხარ, ხო? აგრეთვე, ხო, სხვა ენის სპეციალობასთან ერთად. რეპეტიტორები რამდენად დაგჭირდა ჩასავარებლად? გიორგი, მე რეპეტიტორები არ დამჭირვებია. ერთადერთი გეტყვი რომ დავდიოდი მათემატიკაზე, იმიტომ რომ სექტემბერში გამიცდა, სამთხოვში ვიყავი, სადღაც 2 კვირა, სოხუმის სამთხოვში ვიყავი. და უბრალოდ მათემატიკაზე მეცადინეობდი, მათემატიკაზე დავდიოდი. რაც შეეხება იმ საგნებს, იგივე ქართული, ბიბლიოთეკიდან იმდენ წიგნებს მოვათრევდი. ანუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე რაც ისწავლებოდა ფაქტიურად, ეს ყველაფერი გამომხონდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კლასში ეს პროგრამული მასალა არ იყო საკმარისი. პირველ წელს რო ჩავაბარე გულწრფელად რო გითხრა, მაშინ ჯარში ხო და იწევდნენ ხოლმე, ხო? 99 წელს, ხო? ჯარში. ნუ მე ვიყავი პატარა, ასაკით პატარა და არ მიწევდა იმ წელს, ანუ რო არ ჩამებარებინა, ვერ ჩამებარებინა, მე მაინც ჯარში არ მივდიოდი. ანუ ერთი წელი მქონდა. ისტორიკოსობაც ესე შემთხვევითი პროფესია იყო და რატომ? უბრალოდ გადავხედე ჰუმანიტარული საგნები, ან მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები და ბუნებრივია უნდა წასულიყავი ამ კუთხით. რომ შევხედე, უფრო მინდოდა ან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მაგრამ იცოდე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რო ჩაგევარებინა, 4 საგანში უნდა მიგეო 5-იანი. ხო, წინა წელს ვიცოდი რომ 1-4-იანითაც ვერ გახდებოდი სტუდენტი. ფსიქოლოგია მინდოდა, მაგრამ მათემატიკა იყო, ანუ ამ ორ ფიქრობდი მათემატიკა იყო ჩემი სუსტი წერტილი და ვიფიქრე რომ აი პირველ წელს უბრალოდ უნდა ვნახო უნივერსიტეტში როგორ ტარდება გამოცდები.
მეტი სხვა მიზანი მე არ მქონია. რეპეტიციისთვის ჩავ. ხო, რეპეტიცია გეგმაში ქონდა ესეთი ოჯახში დალაგებული ესეთი სიტუაცია. პირველ წელს მე მივდივარ უნივერსიტეტში ამ ატმოსფეროს ვეცნობი რა ხდება ამ გამოცდაზე, როგორ მიმდინარეობს ეს გამოცდები, რომ მეორე წელს არ გამიჭირდეს. შემდეგ მე ერთი წელი ვსწავლობ პროფესიულ სასწავლებელში თბილისში? არა, გალში ეგ პროფტექნიკუმები ხო იყო. ანუ ემას ვამთავრებ ბუნებრივია წარჩინებით, ეხლა სადაც სკოლაში ვსწავლობდი, იქ არ გამიჭირდებოდა. ერთი საგრინდი ვაბარებ თუ არა და ყველა ვარიანტში 4 საგანში მაინც ვემზადები და ესე ქონდა დალაგებული სიტუაცია. მომავალი ჩემი. სოხუმში ჩაბარებაზე არ განხილულა? სოხუმი განიხილებოდა სხვათა შორის და ჩემი ესე იგი ახლობლები სწავლობდნენ და შემდეგ ვიღაცა გამონახეს ნაცნობი ერთხელ მანქანით წავედით, რომ ერთ-ერთ ლექტორს დალაპარაკებოდა მამაჩიმი. მამაჩიმს უთხრეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე გაყიდულია ყველა ადგილი, ისტორიის ფაკულტეტზე გაყიდულია, ერთადერთი დარჩა კიდე ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ნუ როდესაც სახში მოვედით სათათბიროდ რომ რა უნდა გაგვეკეთებინა, მოვიფიქრეთ ესეთი რომ ჯარში ხო არ იწვევენ. რა სავალდებულოა რომ პირველ წელს ჩააბაროს, ხო? ვერ ჩააბარო რა პრობლემაა, ხალხი 7-8 წელი აბარებდა მაშინ. ხოლო მე ლიმიტით ირიცხებოდნენ, რაღაც რუსეთში მიდიოდნენ, იქ უფრო მარტივად იყო. პირველ წელს მოსინჯოს, სად უნდა მოსინჯოს ჩემი ისტორიის მასწავლებლო მითხრა, რომ ყველაზე კარგი არის ჯავახიშვილში. ანუ იქ ქულას არავინ არ დაგაკრებს, რაც იცი, იმას გაიგებ მაინცო. ამ გაიგებ მაინც შემთხვევით მოგჯავდეს მოკლედ პირველივე წელს. ანუ პირველ 55-ში ვერ მოხდა, შემდეგ იყო დამატებითი ქსია და იმ დამატებით სიაში ვიყავი. და საკმაოდ დიდი კონკურსი. რამე ხო არ გართულდა იქ რაღაც მიღების დროს ან ხო, არა, პირველ წელს ანუ ჩავაბარე ეს გამოცდები, ვარ კმაყოფილი, გავიგე რაც ვიცი. სულ შემთხვევით აღმოჩნდა რომ კიდევ გამოჩნდა დამატებითი სიები და ამ დამატებითი სიებში ვარ მე. ეს შემთხვევით იყო საკმაოდ ესეთი შოკი. რატომ? მთელი ჩემი ანუ როცი მე-5 კლასიდან თუ მე-6 კლასიდან ოცნებად მაქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლა. და უცებ ეს მიზანი ამისრულდა და მე სხვა მიზანი არ მაქვს ცხოვრებაში. და პირველ კურსზე სხვა შორის საკმაოდ არც თუ ისე კარგად სწავლობდი. დემოტივირებული. არანაირი мотиваცია არ მქონდა. ზვიად, აი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი გასაგებია. აი თბილისი რა იყო, რა წარმოდგენა ჰქონდა, ან როგორ უყურებდი, ან თბილისზე მახსენდება ერთი სასაცილო ისტორია, ანუ ახალი ჩამოსული ვარ თბილისში. ნუ მანამდე ვარ, კი, თბილისში რამდენჯერ ნახოთ, მაგრამ ისე რომ კარგად ვიცი თბილისი ეს ტყუილია. და რატომაც არ ვიცი როგორ რანაირად ვიღაც კაცი გამომელაპარაკა. ხართი, ხო? ხო, მაგრამ ჩვენ მაინც თბილისში ვწავდი. ანუ ეს უფრო აქეთ სამეგრელოსია ხოლმე და იციო მე საიდან ვარ, მე აფრიკაში ვცხოვრობ და იციო სად არისო აფრიკაო? მე რომელიც გეოგრაფიაში ვარ, ფრიადოსანი და კარგად ვიცი, როგორ არის ნუ აფრიკა? მაგრამ თან მეკურს ეს ქართული აფრიკიდან აგროვ ჩამოხდა. მე აღმოაჩინე რომ ეს არის უბანი თბილისში. ანუ ჩემთვის მე აღმოჩნდი ამ ქალაქში, დიდ ქალაქში, ანუ პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში აღმოჩნდი სრულიად უცხო გარემოში. ჩემთვის ეს იყო უცხო გარემო, იმიტომ რომ აქ არავინ არ ყავდა. და რა თქმა უნდა ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ხო, როგორც ყველა უცხო სიტუაცია, მეც ასე უცხო გარემო არ არის, მე მგონი სასიამოვნო ბევრისთვის, ხო? როდესაც შენ კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, ანუ სკოლაში წარმოიდგინე, ხო, შენ ხარ შენ სკოლაში, რაიონში, იგივე მე რომ ჩავაბარე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და მე რომ მივდიოდი თუნდაც აი ქუჩაში რომ მივდიოდი, საღამოს აი როსხედან ხოლმე, ხო, ეს ჭიშკართან ესე ხალხი და რა ბედნიერია. ამშობლებსაც როგორ გაუხარდებოდი. როგორი ბედნიერები არიან ამშობლები, იმიტომ რომ მაშინ როცა ამბობდი რომ უნივერსიტეტში ვსწავლო, ეს ნიშნავდა რომ ჯავახიშვილში ვსწავლო და ჯავახიშვილში სწავლა ეს
შენი მშობლები დღესაც გალში ცხოვრობენ და მოვიკითხოთ აქედან და დიდი სიყვარული და რა ვიცი ყველანაირი სიკეთე უსურვოთ. მინდა შეგეკითხო პოლიტიკაზე, აი სკოლაში 99 წელია როცა დაამთავრე, 99 წელს ფაქტობრივად ამოტრიალება ხდება არა მხოლოდ საქართველოში, შეიძლება ითქვას იმპერიაშიც, მთელს ევროპაშიც და რაც თორე ჩვენს გონებაში ის რაღაც სიყალბეები, რაღაცა ტყუილი აღმოჩნდა, უკვე უფლებაც მოგვეცა რომ დავცინოთ რაღაცებს და ასე საჯაროდ დავიწყოთ და რაც ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკულია თბილისის 9 აპრილის მერე აფხაზეთში, სოხუმში, ხო, ივლისში, ასე დიდი ტრაგედია პირველი სისხლისღვრა ფაქტობრივად, როდესაც დაიღუპნენ, ანუ ქართველებსა და ეთნიკური ნიშნით ეს დაპირისპირება კონფლიქტი მოხდა და როგორ ხედავდით თქვენ ამ ამბებს? იგივე 88 წელი, 99 წელი მერე, 90 რა ხდება, რას ფიქრობდით, როგორ წარმოგედგინათ, თქვენი პოზიცია რა იყო, თქვათ იგივე როგორ უყურებდით აფხაზებს, მაშინ რა უნდათ, აი ეს თუ შეგიძლია რომ გაიხსენო. მაშინდელი შეხედულებები, ასე ვთქვა. 9 აპრილთან დაკავშირებით შეიძლება ეკითხოთ, რომ როდესაც 9 აპრილი მოხდა და ბუნებრივია თავიდანვე გაჟღერდა რომ აი რა ჭლეტა და შედეგად დაიღუპნენ და ბუნებრივია არავის არ უთქვამს რომ საბჭოთა არმიის მიერ იყო დახოცილი ხალხი და შემდეგ ბუნებრივია რომ ეს გავრცელდა ეს ინფორმაცია და მახსოვს რამდენიმე დღის თუ შეიძლება 1-2 კვირის მერე გალის ცენტრში მოეწყო მოსწავლეებს ქონდა ესე მჯდომარე აქცია. ან ინიციატორები იყვნენ მე რამდენადაც მახსოვს მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. სხვადასხვა ერთ-ერთი არის ცნობილი ადვოკატი, ახლა ფოტობუნებრივია შევერთდით ამ აქციას. იმიტომ რომ რას ვაპროტესტებდით? ანუ მახსოვს რომ ვაპროტესტებდით იმას, რომ 9 აპრილის ამბები ადგილობრივ გაზეთში არ შუქდებოდა კარგად. რაიონში არ იყო რეაქცია ამაზე. ანუ რაიონში არ იყო რეაქცია 9 აპრილის მიმართ და არაფერი რო არ ყოფილა, ანუ სრული სიჩუმე, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. რაც შეეხება აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს რაც იყო იმ 99-დან, რაც დაიწყო და რაღაცა, კიდევ არ გვეჯერა რომ რაღაც თუნდაც ჩემს რაიონში რომ მსგავსი რაღაც დაპირისპირება იქნებოდა. აი ამისი ხო, რა თქმა უნდა, უსიამოვნო სიტუაცია იყო. რა თქმა უნდა, რომ იქ ადამიანები დაიხოცნენ, ხო, იგივე ხალისგან. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ის რომ მომავალში შეიძლება რომ კიდევ უფრო ტრაგიკულად წარმართულიყო ეს სიტუაცია, ამაზე არ ფიქრობდით მაშინ. არც გვიფიქრია. ხო, თანდათან პრინციპში აი ბევრი მრავალმხრივი ფაქტორებისგან იყო შეიძლება ეს და იყო ნამდვილად ეს განპირობებული თავისი რაღაც დამნაშავე თუ მონაწილე ყავს ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც მინდა შეგეკითხო დღევანდელ მდგომარეობაზე. იგივე თუნდაც შენი ოჯახის ან იქით მხარეს ცხოვრები ადამიანების თუ მინდა იგივე აფხაზების რაღაც ან როგორ უყურებ შენ მაგალითად იგივე ომის შემდეგ თუნდაც 1993 წლის შემდეგ გავიდა 32 წელი, ხო? აი 94-15 წელს წარმოგედგინა რომ ასეთი მდგომარეობა იქნებოდა, ანუ ასეთი მოუგვარებელი და შეიძლება უფრო ჩაკეტილიც და უფრო გამწვავებულიც იქნებოდა ეს. რაღაცა მე მაგალითად არ წარმომედგინა და როგორ ფიქრობ, რა შეიძლება განსხვავებული გავაკეთოთ ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენზე ვსაუბრობ. ანუ პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ ეს არის სახალხო დიპლომატია, ხო? რაც შეიძლება მეტი რაღაც ისეთი პროგრამები, კი არის ჯანდაცვის პროგრამა, ხო? რაც ხორცელდება კიდევ სოფლის მეურნეობის კუთხით
ხორციელდება და ეს უნდა გააქტიურდეს რაც შეიძლება მეტად, რომ ადამიანებმა გაიცნონ ერთმანეთი. ხო, გაიზარდა ისეთი თაობა, თუნდაც აფხაზეთელები, ვინც აქეთ არიან, იქეთ აფხაზები, რომლებსაც ერთად არ უცხოვრიათ. ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ ქონიათ. და მათი დაახლოება არ ვიცი, რაღაც უნდა მოხდეს, ისეთი რაღაც პროგრამები უნდა იყოს, ადრე იყო ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციები, საქმიანობდნენ ხოლმე აფხაზეთში და ახლა აკრძალულია, ან შეზღუდულია აქვთ ხოლმე და აი ამ კუთხით არის საჭირო კიდევ მეტი დაინტერესება. ისეთი რამ, რაც მათ სარგებელს მოუტანს. ხო, ყოველ შემთხვევაში დაახლოება. თავი არის აი ეს თაობა, ამ თაობას შორის რაღაც ურთიერთობა რო ჩამოყალიბდეს. ხო, თუ რაღაცას შეიძლება ხელს არ შევუწყობთ, თქვათ, მინიმუმ ის ხო შეგვიძლია რომ ხელი არ შევუშალოთ და დამატებითი რაღაცა ბარიერები არ აღმართოთ. სხვადასხვა მიმართულებით. ცხადია, ახლა ჩვენ აქ ვერ გავაგზავნებთ ამაზე რაღაც უფრო დაწვრილებით საუბარს და თანდათან ბოლოსკენ რომ წავიდეთ მაი როგორც მასწავლებელს მინდა გკითხო, შენ რამდენად კმაყოფილი ხარ როგორც მასწავლებელი? ენას ასწავლი იგივე და აი შენი საქმიანობით, შედეგებით, ან რამე სხვა ხო არ შეიძლება რომ გავაკეთოთ ან გააკეთო და ამაზე გითხარი და ნუ არაქართულოვან სკოლებში ქართულ ენის სწავლებაზე მე შემიძლია რომ საათობით ვისაუბრო, იმდენი პრობლემაა. ნუ ვიტყვი ხომ მოკლედ, ნუ მიზეზებზე ძირითადად არავინ არ საუბრობს ხოლმე მიზეზებზე. ეს იგივე ექიმთან რომ მიდიხარ და ნუ სიმპტომს, ერთ სიმპტომს რო ებრძვიან, ესე განათლების სისტემაში და შემდეგ არაფერი არ იცვლება, ხო? აი ანალოგიურად არის ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებითაც. ხო, ნუ არ ვიტყვი იმას, რომ დიდ დროს წარმართმევს, რომ ქართული მშობლიურ ენაზე ჯერ ცოდნა უნდა მიიღოს ბავშვმა და მე იმაზე შენც უნდა დააშენო, რომ პარალელი გაავლოს მოსწავლემ, ხო, რასაც სწავლობს ქართულად, მშობლიურ ენაზე რაც ისწავლა იმას და ნუ სამწუხაროდ ეს არ ხდება. ყველაზე მთავარი რაც ჩემთვის არის მიუღებელი რა. მაგალითად, ჩემს სკოლაში ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ანუ გარემონტ და ამერიკის განვითარების ფონდმა გაარემონტა. გაიხსნა სპორტული დარბაზი, ბუნებრივია, ლაბორატორია. მაგრამ არავის არ გახსენებია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც არაქართულოვან რეგიონებში ნომერ პირველი პრობლემა არის სახელმწიფო ენის სწავლა, რომ ელემენტარულად ყოფილიყო ქართული ენის კაბინეტი. ახლა ეს ქართული ენის კაბინეტი რამე აკვიატება და ის კი არ არის უბრალოდ ფასადური. ენას როცა სწავლობს ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს ქართული იქნება თუ რომელიმე ენა, მოსმენის და გაგების გარეშე ამას ვერ ისწავლი, ხო? ჭირდება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იმისთვის, რომ ესე იგი ეს უნარები განუვითარო ბავშვს. დღემდე მგონია, რომ არ ჩატარებულა კვლევა, რამდენ სკოლაში, რამდენი თუნდაც ხმის გამაძლიერებელი დინამიკია. სახელმძღვანელოები, რომლებიც არის ანუ ამ სტანდარტის მიხედვით, ხო, შენც ხარ ერთ-ერთი ავტორი და კარგად იცი, რომ მოусმინე და შემდეგ შეასრულე დავალებები. ნახე ეს ვიდეო და შემდეგ შეასრულე. არავინ არ კითხულობს, მაგრამ როგორ? თუ სკოლაში არ არის ინტერნეტი, ყველა კლასში მარტო კომპიუტერების ოთახშია ხელმისაწვდომი, ხო? როგორ? ლეპტოპი აქვთ მასწავლებლებს, იყენებენ? რამდენად იყენებენ? უბრალოდ კვლევა რომ ჩაატაროს ვინმე. რამდენ სკოლაში არის ხმის გამაძლიერებელი, რომ უბრალოდ ტელეფონი რო აიღო და ეს მოასმენინო ბავშვს, ხო, ეს მოსასმენი მასალა. რამდენი კარგი, დაუშვათ ერთია. რამდენი მასალა ხო ბევრია. მარტო მშობლიურ ენაზე, სახელმწიფო ენაზე შენ გაქვს ლეპტოპი? მე მაქვს ჩემი საკუთარი. დაბალსი უნდა გქონდეს, ანუ ხო, მაგრამ სკოლაში არ უნდა იყოს. მე უნდა დავდიოდე კლასიდან კლასში პროექტორით, დამაგრძელებლით. ამ ყველაფერზე მე ხო არ უნდა ვიზრუნო. ეს დატოვე კლასში. ანუ ამის ჭირდება რა? მესმის რასაც ამბობ, ხო, ენის კაბინეტი, რომელიც იქნება სრულად უზრუნველყოფილი.
თუმცა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ იგივე სკოლაშიც და რაღაც დაორგანიზოთ ახლა მაინც და მაინც ახლა შენ კვლევის ჩატარებას ითხოვ მაგას ხო არა მაგრამ სახელმწიფო ხონდა დაინტერესებს როგორ ასწავლით სახელმწიფო ენას და არა ის რომ დავუშვათ შემოხვიდე კლასში და უბრალოდ შეამოწვა იცია არის რატო არ იცია ხო და შენ რა გააკეთე ამისთვის ხო რა მინდა შეგეკითხო მაგ ენის სწავლებაზეც დარწმუნებული ვარ შეხვედრილ ხარ ასეთ ყოფილ მოსწავლეს რომელიც სკოლაში ვერ სწავლობდა და ვერ გისწავლებია პირადად შენ რომ გითხრა ასე ვთქვათ ეს ქართული და რაღაც რამდენიმე წლის შემდეგ შეხვედრილ ხარ და მშვენივრად გელაპარაკება ქართულად რაც გამოწვეული არის ჩვენ რომ წვალობთ და რაღაცა როგორც ჩვენ ამბობთ დავდივართ ამ პროექტორებით და რაღაც იმ ურთიერთობით, იმ რაღაც კომუნიკაციით, რომელსაც ის ამყარებს, ვთქვათ, იგივე იქნება ეს მარნეულში თუ დმანისში თუ თბილისში და ასე შემდეგ, იმ ადამიანებთან, ხო, ენა რაღაცნაირი ისეთი სასწავლო საგანი კი არის, მაგრამ უფრო განსხვავებული ფორმით. მოკლედ, რაღაც სხვა ჭირდება კიდევ ჩვენ, რომელიც ენას აზრით ეს არის გაცვლითი პროგრამები ადრე იგივე რაღაც ურთიერთობა მე მგონია თამარ სანიკიძის დროს აიკრძალა ხო აიკრძალა რატო იმდენ დოკუმენტაციას ითხოვდნენ რომ მე ეს მაგალითად ჩემს სკოლის დირექტორმა უარი თქვა რომ ჩვენი მოსწავლე წასულიყო კახეთში ანუ რაღაც ბანაკები ხო ასეთი დაორგანიზება რაღაც ურთიერთობის აი ჩვენი პროგრამის ფარგლებში კეჩხობში რომ იყო ბანაკი ხო იგივე იქ ერთად ისვენებდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელი ეთნიკური სომეხი მოსწავლეები მათი საკომუნიკაციო ენა რა იყო რუსული კი არ იყო. აი წარმოგიდგენ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამას. მათი საკომუნიკაციო ენა იყო ქართული. ანუ უბრალოდ უნდა ყოფილიყო კიდევ ქართველი ბავშვები. ნუ კი იყვნენ, მაგრამ იმ რაოდენობით არა. ანუ მსგავსი პროგრამებია საჭირო. ანუ შენ რო ჩაკეტილი ურთიერთობაა მოკლედ საჭირო ადამიანებს. გიორგი, ახლა 25 კილომეტრის რადიუსში რომ ერთი ქართველი არ ცხოვრობს. შენ ცხოვრობ სოფელში, არაფერი არ არის. სკოლის მე არაფერი არ არის. ხო, არ წრეებია, ადრე უფასო წრეები რო იყო, რა ვიცი მე ხამფეხურზე დავდიდი, ხანჭადრაგზე, გიტარაზეც დავდიდი, ანუ ასარჩევად იყო, ხო? სოფლები არის ფაქტურად მოწყვეტილი. ამ შესაძლებლობებს სოფლებში და კომუნიკაცია, ხო, პრაქტიკა ხო გჭირდება სასაუბროდ. ის რომ რაღაც რო ისწავლე, მაგალითად ჩვენთან შეიძლება ბავშვი თავისუფლად საუბრობდეს, მაგრამ შენთან როგორც უცხო ადამიანთან კომუნიკაცია გაუჭირდეს. არა იმიტომ რომ მან არ იცის, უბრალოდ იცის, მაგრამ აქვს რაღაც რა ვიცი რიდი თუ შიში, იმისა რომ შეცდომა არ დაუშვას უცხო ადამიანთან. ერთი რამე მინდა აღვნიშნო დავუმატო უпроსორად შენახსენე რაღაც პრობლემა ეს ენის არცოდნა, თუმცა უბრალოდ მხოლოდ დავამატო რომ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ განვიხილავთ ამას ისეთ რაღაც პრობლემად და რაღაც უარყოფით კონტექსტში რომ თითქოს ვინც ენა არის ჩვენი მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეების გარკვეული პროცენტი არ გულისხმობ ახალ თაობას ცხადია ხო იგივე ჩემი ასაკის ჩვენზე უფროსები შეიძლება ვერც ისწავლონ ისეთ დონეზე ქართული ენა თუმცა მიუხედავად ამისა ეს არანაირად არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა უფლებრივი თუ რაღაც რამე დამოკიდებულებითი თვალსაზრისით რამე იცვლება კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ ესენი ჩვენი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და ხო მართალი რომ გითხრათ თუ არც ჭირდება ადამიანსაც და იგივე თავის სოფელში არა თუ დასჭირდება და ვიღაც დაეხმარება და ასე შემდეგ ჩვენ შეგვიძლია და ჭირდება ყველას ხო ეს ელემენტარული ან ბანკში იქ საჭიროებაზე არ არის საუბარი თუნდაც ბანკში აფთიაქში დაახდება ხო არა საჭიროებაზე არ არის საუბარი ხო ყველას ჭირდება ყველას ესმის რომ ეს ჭირდება მაგრამ ჭირდება რა კი ბატონო ხელშეწყობა ჭირდება ამას ყველაფერს ბოლოს მინდა ასეთი გამოთქმა არის თუ რაღაც მოსაზრება რომ მასწავლებლებიო ემსგავსებიან თავიანთ მასწავლებლებსო ანუ თუ კარგი მასწავლებელია ანუ კარგ მასწავლებელს გავს ესე იგი და თუ ნაკლებად კარგი ნაკლებად რამდენად
ეთანხმები შენ ამას და რამდენად დაგიჭერია შენი თავი ამაში ან შენი მასწავლებლის რამე თუ გადმოგიღია ან დღესაც იყენებ მაგალითად მე გითხარი ფიზიკის მასწავლებელთან დაკავშირებით ხო ეს ზუსტად როგორც სიამოვნო და მასწავლებელმა ხო მე გამომარჩია ამ ჩემზე რაღაც ინერვიულად თუ იფიქრა ხო ამას რამე პრობლემა ხო არა ასე რომ დამესიზმრა და რაღაცა ხო ამა ჩემზე რა თქმა უნდა ძალიან ესე თქვა გავლენა მოახდინა ახლა როგორც მასწავლებელზე ჩემზეც ხო სულ ფიქრობ ხოლმე ახლა აი შევხედავ მოსწავლეს და უკვე ვამჩნევ მას აქვს პრობლემა თუ არა ყოფილა ესე შემთხვევა რომ ოჯახში პრობლემა ეს ბუნებრივად ასახულა ხოლმე მოსწავლის მიმიკაზე ქცევაზე და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ესეთი მეგობრულად სიტყვოთი ბუნებრივია ხო არ კითხავ მოსწავლეს რომ ოჯახში რაღაც პრობლემა ხო არ აქვს მაგრამ ის ვიღაცისგან ელოდება სიტყვას ხარდაჭერას ელოდება და ამ დროს შენ უნდა იყოს მასწავლებელი ის ადამიანი ვისგანაც იგრძნობს რომ ის არის საჭირო ადამიანი ყველაზე მეტად როცა ჭირდება მას ვიღაცა გვერდით ეს არის მასწავლებელი ეს უნდა იყოს და ამას ვცდილობ ხოლმე ჩემს მოსწავლეებთან არის ხოლმე ესე საინტერესო ის არის ხოლმე როდესაც მოსწავლე ეკითხები ხოლმე რაღაც შეკითხვა მინდა რომ დავსვა ანუ ეს ტექსტი რამდენად კარგად გაიგეს და რაღაც ნუ არის ხო რაღაც კითხვები და როდესაც მოსწავლე ხედავ რომ რაღაც ნუ არ ვიცი შეიძლება მუშაობდა შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდა არ არის მზად ხო და ესე რომ თავს მანიშნოს ჩემთვის ეს გასაგებია რაც იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო თუმცა ფიზიკის მასწავლებელთან მე გამდიოდა და ალბათ სხვასაც როცა ვანიშნებდით რომ აღამდა არა დღეს არ ვკითხო მე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო საუბარი იყო იმედი მაქვს მაყურებლებისთვისაც მეგობრებო ეს იყო გადაცემა ზვიად ფიფიანს სკოლაზე დაელოდეთ შემდეგ სკოლას